ცეცხლა ჯერ 8 წლის. სწავლობ მეხუთე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა, ცეკვა და ყინულზე სრიალი. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 4 წლის. ჯერ ბალახი დავხატე და მერე ყვავილი დავხატე და მერე დედიკოს დავანახე და მოეწენა და მერე ისევ ვაგრძელებდი ხატვას. ახლა ვიცი გოგოს ხატვა, ბუნების ხატვა, სოფლის ხატვა და ბიჭის ხატვა. ყველაზე ძნელი არის ქალაქის დახატვა. ყველაზე ადვილი არის გოგონას დახატვა. ეხლა მე გასწავლით გოგონას დახატვას. პირველი ქსი უნდა დავხატოთ თავი, მეორე კი თმა. მესამე ტანი. მეოთხე ფეხები. მეხუთე ხელები. მერე თვალები და პირი. აგოგოს ჩავასვა ვარდისფერ კაბას და წითელ ფეხსაცმელს. აი ჩავხატე ჩემსავით ლამაზი გოგონა. ჩემი საყვარელი ფერი არის იისფერი და არ მიყვარს მწვანე. იმიტომ ის არის ბიჭური ფერი და გოგოებს არ გვიხტება. მე ვაგროვებ ჩემ ნახატებს და სახლში მაქვს 50 ცალი. ყველაზე უფრო მომწონს რომ დავხატე სოფელი. მე მაგ ულამაზეს სოფელი ჩაო, სადაც სულ მიყვარს წასვლა. ყველაზე ხშირად ჩემს ნახატებს ვჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ვჩუქნიან. ამიტომ მიყვარს დაბადების დღე და ახალი წელი. ამ ბოლო დროს მაჩუქეს დიდი თოჯინა ქართულად ლაპარაკობს. ცოლის ბაბუას ჩემთან სულ მოაქვს საჩუქრები. შარსთან არ მახსოვს რა მაჩუკა, მაგრამ წელს მინდა მაჩუკას ფაზლი. ჩემი აზრით თოვლის ბაბუა არის 102 წლის. მისი ნამდვილი სახელია ვახტანგი. მე ასევე მიყვარს ცეკვა. 1 წელია ვცეკვავ ასაბ ნაპერწკალში. თავიდან ყველაზე მეტად გამიწირდა ხელის მოძრაობა. ყველაზე ადვილი იყო ფეხის ცერებზე, იმიტომ 4 წლიდან ვდგავარ. კონცერტი ჯერ არ მქონია და მალე მინდა მქონდეს. ეხლა ვემზადები თურქეთის გასწავლისთვის. ჩემი საყვარელი ცეკვა არის რაჭული. საყვარელი ილეთია ესა. მე ჩემი სოლო კონცერტი მინდა მქონდეს რუსეთში. ჩემი სკოლა მიყვარს იმიტომ რომ იქ ვერთობი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის დია ლამპარაძე. ყველაზე ჭკვიანი არის დია ბერიძე. ყველაზე მშვიდი არის ანდრია ცხელიშვილი. ყველაზე ცეცხლი არის ლიზი კონცერიძე. მე ვარ ყველაზე კეთილი და პრანჭია. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია რუსუდან მეფარიშვილი. იმიტომ რომ ჭკვიანია და ზოგჯერ გვეხუტება. რომ გავიზრდები მინდა გამოვიდეს სტილისტი. ბავშვობაში მინდოდა გამოსული ვიყავი ექიმი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო და ჩემი და. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი დაიკო არის 8 წლის და ჰქვია ნანა. ის არის ჩემი ტყუპის ცალი და ჩემსავით კარგი გოგო. ჩემი აზრით ნანა რომ გაიზრდება გამოვა მსახიობი. მამიკო არის ჭკვიანი, უშიშარი და მხიარული. კიდე არის ჩემი სურვილების შემსრულებელი. დედიკო არის ლამაზი, კარგი დიასახლისი და საჭმელების გაკეთებელი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის რაპუნცელი. ეს წიგნი იმიტომ მიყვარს რომ პრინცესებიდან მე ვგავარ რაპუნცელს. დედოს მურიჯახინა მქონდეს გავხდებოდი ნამდვილი პრინცესა. მე ასევე მიყვარს ყინულზე სრიალი. თავიდან რომ მივედი მასწავლებელმა მასწავლა სრიალი და მეორე დღეს რომ მივედი ჩემით ვისწავლე. კარგად კი სრიალებ, მაგრამ დღეს 5 ჯერ ვიქცევი. 3 წელია ყინულზე სრიალებ და ერთ თვეში ვაპირებ გამოსვლას. ესა დედიკოს გადაწყვეტილება, იმიტომ დრო არ გყოფნის. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, რომელიც სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს ფრენის სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს ვუტვებ ასეთ შეკითხვას. მისი სახელი რომ არ ერქვას, რა ერქვებოდა. მე მაგალითად ნინო რომ არ მერქვას, მერქვებოდა სოფია. ბედნიერება არის ხატვა და ოჯახთან ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.